მარნეულის მუნიციპალიტეტის დღევანდელ თათბირზე რამოდენიმე პრობლემური საკითხი განიხილეს და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. ერთ-ერთი პრობლემა ეხება სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერებს, რომელიც მიწის დასახნავად დარიგდა, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობით. არის მოსახლეობის ნაწილი, რომელთაც ვაუჩერები არ მისვლიათ. თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა. მისი თქმით, ვაუჩერების გარეშე არც ერთი ოჯახი არ დარჩება. ვისაც ამჟამად ვაუჩერები არ შეხვდა და არ აქვს ვაუჩერები, აუცილებლად უმოკლეს ხანში დამატებით სიაში ყველა ეწერება, ყველაფერს დავალებულია გამგებლებს ეს ყველაფერი დავალება, რომ დამატებითი სიები გაკეთდეს. არის პრობლემატური სიებიც არის, რომელიც აუცილებლად მუშაობენ გამგებლები და ყველაფერი უმოკლეს ხანში გადაწყდება დადებითად. რაღაც ხელის შემშლელები ქონა, ხელის შეშლა ქონა, მაგრამ ყველაფერი აღმოიფხვრება და ყველაფერი გაკეთდება, როგორც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება. თათბირზე ახუნდოვის ქუჩაზე დაზიანებული კანალიზაციის მილების პრობლემაც განიხილეს, რაზეც მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა კომენტარი გააკეთა. ვიხსენებათ ჩატარდა ელექტრონული ტენდერები გზების მოვლა მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მთლიანად 2013 წლის განმავლობაში გზების მოვლა შენახვის სამუშაოებზე ამ კვირაში უკვე გაფორმდება კონტრაქტორ ორგანიზაციასთან ხელშეკრულება და შესაბამისად უკვე დაიწყება შესაბამისი სამუშაოები და მომსახურებების გაწევა შემსრულებელი ორგანიზაციის მოთხოვნის სამეფოდ. ასევე ქალაქ მარნეულში ახუნდოვის ქუჩაზე გაიმარჯვა ავტომობილო გზის საფარის დაგების სამუშაოებზე გაიმარჯვა შპ სექციამ, რომელთანაც ასევე მიმდინარე კვირას გაფორმდება ხელშეკრულება და 20 დღის ვადაში კონტრაქტის თანახმად კონტრაქტორ ორგანიზაციას დაედება ვალდებულება, რომ შეასრულოს სამუშაოები. ასევე ისაუბრა ომში დაღუპული გმირების იუნკერთა სახელობის სკვერის შესახებ, რომელიც ახლო მომავალში მარნეულის მუნიციპალიტეტის შენობის მოპირდაპირე მხარეს უნდა განთავსდეს. ისაუბრა გარეგანათებებისა და სხვა სიახლეთა შესახებ. დღეს შედგება ტენდერი ქალაქ მარნეულში 20 იანვრის ქუჩის იაღმუცის ქუჩა ნომერ 70-ში, საერთნოს ქუჩის ნომერ 6 და 7-ში არსებული კორპუსების სახურავების შეკეთების ტენდერი. შემდგომში უკვე შერჩევის შეფასების შედეგად გამარჯვებული ორგანიზაციასთან გაფორმდება ხელშეკრულება და სადღაც ერთი თვის განმავლობაში, ორი თვის განმავლობაში გამარჯვებული კონტრაქტორი ორგანიზაცია შეასრულებს შესაბამის სამუშაოებს. მარნეულის მუნიციპალიტეტის მმართველობა მიმდინარე წელს პრიორიტეტად აირჩია სოფელ საიმერლოში, სოფელ წერეთელში, სოფელ თამარიში და კაჩაგანის ადმინისტრაციული ერთეულში, სოფელ თაქალოში გარეგანათების ქსელის მოწყობა. ასევე იცით, ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტული საკითხია გამარჯვებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გამარჯვებულ გმირთა მემორიალი გეთდება ქალაქ მარნეულში აი ამ გაყოლებაზე და გაკეთდება მოეწყობა სკვერი თავისი მემორიალი თუ ვიხსენებათ მთელი საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო შესწავლების საგანძურებით ჩაატარა კონსოლიდირებული ტენდერი სხვადასხვა საავტომობილო სახეობის საწვავებზე და ჩვენ გაფორმებული ხელშეკრულება გამარჯვებულ ორგანიზაციასთან კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას შეფასე ლუკოილთან შესაბამისი კონტრაქტი და შესაბამისი კონტრაქტის მიხედვით მათ და კონსოლიდირებული ტენდერის პირობების მიხედვით მათ ევალდებულებათ რომ 1 მარტიდან გადაიყვანონ შემსრულებელი ორგანიზაციები პლასტიკურ მომსახურებაზე. Marneuli munisipatetinin bugünkü tədbirində bir neçə problemli məsələ müzakirə olundu və onların həlli yolları haqqında danışıldı. Problemlərdən biri torpağın şumlanması üçün yetərli dərəcədə paylanmayan kənd təsərrüfatı vauçerləri idi. Əhalinin yarı hissəsi vauçer almayıb. Mövzu ilə əlaqədar Marneuli munisipatetinin icra başçısı izahat verdi. Onun sözlərinə görə heç bir ailə vauçersiz qalmayacaq. Viსაც ამჟამად vauçerები Kim vauçer əldə etməyib ən yaxın zamanda mütləq alacaqlar. Müvəkkillərə tapşırıq verilib ki, əlavə siyahı hazırlasınlar. Problemli siyahılar da vardı ki, üzərində çalışırlar. Hər şey bizim əhaliyə lazım olduğu kimi yerinə yetiriləcək. Tədbirdə Axundov küçəsində sıradan çıxmış kanalizasiya borularının problemi də müzakirə olundu. Bu haqda munisipal alqı-satqı xidmətinin rəhbəri danışdı.
Bilirsiniz ki, Marneoli munisipaliteti ərazisində yolların təmiri ilə bağlı elektron tenderlər keçirildi. Bu həftə 2 təşkilatla müqavilə bağlayacaq və müvafiq olaraq işlərə başlanılacaq. Eləcə də Marneoli şəhərində Axundov küçəsində maşın yolunun təmiri işlərində MMC Ksiya tenderi qazandı. Müqavilə bağlanacaq və 20 gün müddətində müqaviləyə əsasən təşkilat işlərə başlayacaq. Həmçinin müharibədə həlak olan qəhrəmanların adına salınacaq istirahət parkı haqqında da məlumat verildi. Park yaxın gələcəkdə Marneoli munisipalitetinin qarşı tərəfində salınmalıdır. Ətrafın işıqlandırılması və başqa yeniliklər haqqında da danışıldı. Marneolinin 20 yanvar küçəsi, Yağılca küçəsi nömrə 70, Sayatnova küçəsi nömrə 6 və 7-də olan dam örtüklərinin bərpası ilə bağlı tender elan olunur. Tenderdə qalib olan kampaniya ilə müqavilə bağlanacaq və bu kampaniya işləri 1 və ya 2 aya sona çatdırmalıdır. Marneoli munisipalitetinin bu ilki prioritet məsələsi Tamaris, Sereteli, Saymerlo və Təkəri kəndlərində bayır işıqları sisteminin qurulmasıdır. Həmçinin müharibə qəhrəmanlarının xatirəsinə abidə ucaldılaraq parkda salınacaq.